საიდუმლოებებით მოცული ცივილიზაცია. ვინ იყვნენ შუმერები და რა ვიცით მათ ღვთაებებზე? 1000 წლეულების წინ მესოპოტამიის ცხელ ქვიშაში შუმერებმა შექმნეს პირველი დიდი რელიგიური სისტემა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კაცობრიობის რწმენას. მათი ღმერთები არ იყვნენ შორეული და მიუწვდომელი ძალები, ისინი ადამიანებს გვანდნენ, უყვარდათ, ზულდათ და ხშირად ჩვენსავით ცდებოდნენ. მოდით შევიხედოთ ამ უძველეს სამყაროში. შუმერულ მითოლოგიაში ღმერთებს ადამიანის მსგავსი ფორმა ჰქონდათ. ეგვიპტელებისგან განსხვავებით, რომლებიც ღვთაებებს ცხოველის თავით გამოსახავდნენ, შუმერები მიიჩნევდნენ, რომ მათ მფარველებს ადამიანური სახე და ხასიათი გააჩნდათ. ისინი განიცდიდნენ შიმშილს, წყურვილს და ფლობდნენ ისეთ ემოციებს, როგორიცაა სიხარული ან რისხვა. უძველესი ჩანაწერების მიხედვით, შუმერული პანთეონის სათავეში 6 მთავარი ფიგურა დგას. ანუ, ცის უზენაესი მეუფე. იგი მიიჩნეოდა ღმერთების მამამთავრად და სამყაროს უმაღლეს მსაჯულად. ანუ განასახიერებდა უსასრულო კოსმოსს და მის კანონზომიერებას. მიუხედავად მისი სიდიადისა, იგი ხშირად პასიურ ღვთაებად გვევლინება, რომელიც გადაწყვეტილებების აღსრულებას სხვა ღმერთებს ანდობს. ენქი, იგივე ეა, სიბრძნისა და ოკეანის მბრძანებელი. ენქი იყო ყველაზე გამჭრიახი ღვთაება. მან შექმნა ადამიანებისთვის საჭირო ყველა ხელობა, მებაღეობიდან დაწყებული მედიცინით დამთავრებული. ენქი ცხოვრობდა აბზუში ან აფსუში, მიწისქვეშა მტკნარი წყლების სამფლობელოში, რომელიც სიცოცხლის წყაროდ მიიჩნეოდა. კი, იგივე ნინხურსაგი, დიდი დედა, დედამიწის ქალღმერთი, რომელმაც ენქისთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სიცოცხლეს. მას ხშირად მშობიარეთა შემწეს უწოდებდნენ და მის კულტს განსაკუთრებული ადგილი ეკავა ყველა შუმერულ ქალაქში. ენლილი ატმოსფეროსა და ბედისწერის მბრძანებელი. ენლილი იყო რეალური ძალაუფლების მქონე ღვთაება, მისი სიტყვა ურყევი იყო. მან დააფუძნა პირველი ქალაქები და ადამიანებს მიწის დასამუშავებელი იარაღები აჩუქა. მისი ტაძარი ქალაქ ნიფურში შუმერული სამყაროს რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ინანა ვნების, სიყვარულისა და ომის ქალღმერთი. იგი განასახიერებდა როგორც ნაყოფიერებას, ისე დამანგრეველ ძალას. მისი კულტი ქალაქ ურუქში იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი მოგვიანებით მთელს ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა სხვადასხვა სახელით. ნანა და უტუ, მთვარისა და მზის ღმერთები. ნანა, იგივე მთვარე, ითვლებოდა დროის აღმრიცხველად, ხოლო მისი შვილი უტუ, იგივე მზე, სამართლიანობის მფარველად, რომელიც ყოველდღე თავისი შუქით ყველაზე დაფარულ ბოროტებასაც კი აშკარავებდა. შუმერები თავიანთ მფარველებს გრანდიოზულ საფეხუროვან კოშკებს, ზიქურათებს უგებდნენ. ეს არ იყო მხოლოდ რელიგიური ნაგებობები, არამედ სამყაროს მოდელები, სადაც ცა და მიწა ერთმანეთს ხვდებოდა. ტაძრის შიგნით ცენტრალურ ნაწილში ყოველთვის იდგა ღვთაების ქანდაკება, რომელიც შუმერების წარმოდგენით თავად ღმერთის ცოცხალი რეზიდენცია იყო. აქ იმართებოდა რიტუალები, სრულდებოდა მსხვერპლშეწირვა და ინახებოდა ქალაქის სიმდიდრე. დროთა განმავლობაში, როდესაც ბაბილონი გაძლიერდა, პანთეონში ცვლილებები მოხდა. წინა პლანზე წამოიწია მარდუქმა, ენქის ვაჟმა. ბაბილონური ეპოსის თანახმად, სწორედ მან დაამარცხა პირველქმნილი ქაოსი, იგივე ტიამატი და მისი სხეულისგან შექმნა ცა და მიწა. მარდუქი გახდა სიბრძნისა და სამართლიანობის უზენაესი სიმბოლო. შუმერული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის დიდი წარღვნის ამბავი. შუმერული წერილობითი ძეგლები, რომლებიც ბიბლიურ ტექსტებზე ბევრად უფრო ძველია, დეტალურად აღწერენ კატასტროფას, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. შუმერი მეფეების სიებში მკაფიო ზღვარია გავლებული მეფეები, რომლებიც წარღვნამდე მართავდნენ და მეფეები, რომლებმაც მმართველობა წარღვნის შემდეგ დაიწყეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ შუმერებისთვის წარღვნა არ იყო მხოლოდ მეტაფორა ან მითი, არამედ კონკრეტული ისტორიული მოვლენა, რომელმაც სამყარო ორ ეპოქად გაყო. ენქის მიერ გაფრთხილებული გმირი ზიუსუდრა, იგივე შუმერული ნოე, სწორედ ამ რეალური ტრაგედიის გადარჩენილი მოწმეა. ამრიგად, შუმერული ჩანაწერები პირდაპირ ადასტურებენ, რომ კაცობრიობის მეხსიერებაში შემონახული ეს გლობალური კატასტროფა ნამდვილად მოხდა
და საფუძვლად დაედო ძველი სამყაროს მთელ შემდგომ განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ შუმერებში ასევე არსებობდა ანუნაკები, იგივე დაცემული ანგელოზები თუ ნეფილიმები. არ უნდა დაიჯერო იმის, რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან. არა. ადამიანი წარმოიშვა ადამი და ევასგან.